სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან გრძნობიარე კითხვა არის და ეს აწუხებს დღესაც ძალიან აქტუალურად დგას, საუბარი ეხება ქალის როლს ეკლესიაში და წინა კითხვებიც რაღაც გავსი იყო. და ჩვენ ხედავთ დღეს რომ უკვე მასშტაბები ესე გაიზარდა, არა თუ ქალები არიან უკვე პასტორები ხო ეკლესიებში, არამედ უკვე ლესბოსელი 14 წელი ბიშოპი არის. წარმოვიდგინეთ ის ქალბატონი, რომელიც ახლა ყველგან ნიუსებშია დონალდ ტრამპს რო თავზე დაესხა და აკრიტიკებდა. ხედავთ რა საზღვრები მიიღო. ასე რომ ჯონ მაკარტურის ეს მიდგომა, რომელიც არის ძალიან ბიბლიური მიდგომა, ხო, ბევრს არ მოწონს. და ამერიკაში ამაზე ძალიან დიდი დაპირისპირებები იყო, იმიტომ რომ სად გაივლება ზღვარი, სად არის ლიმიტირება, ხო? ასე რომ მოусმინოთ ძალიან კაი პასუხია, განსაკუთრებით ბოლოში მე ძალიან მომეწონა ჯონ მაკარტურის პასუხი, როცა ეს ქალს არანაირად არ ამდაბლებს ქალის როლი და შედარება არ შეიძლება და დღეს ყველაფერს აკეთებს სატანა, რომ გაააჯიბროს ქალები მამაკაცებს, გესმით? და ეს სავალო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დადგა ყველგან, ყველა სფეროში. მაგრამ არანაირად დაკნინება არ არის ქალის როლში ყოფნა. და ამაზე კარგად ლაპარაკობს თავისი ოჯახის მაგალითიდანაც. მოდით მოусმინოთ ქალბატონი, რომელიც კითხვას სვავს და მე ბატონი ჯონი როგორ პასუხობს მას. სალამი მოგესალმებით. მე ამას წინებზე ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი და ჩემი კითხვა მსგავსი არის აირისის მიერ დასმული კითხვისას. მას გავს. თქვენ შეეხეთ ქალების ქადაგებას და ამ საკითხს, რომ მამაკაცების წინაშე ავტორიტეტი ქალს არ ეძლეოდა. მე ყოველთვის ვიღებდი ამ ეკლესიის ამ გამონათქვამს და ამ მითითებას და ამაზე ნამდვილად არასოდეს არ ქონია ეჭვი. მაგრამ ჩემმა მეგობარმა ესეთი რამე თქვა. ნუ თუ განაქალებსაც არ აქვს იგივე სისავსე ღმერთიდან სულიწმიდით მიცემული და სულიწმიდით არ ვისებიან ისევე როგორც მამაკაცები და მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათაც რომ იქადაგონ თუ ისინი როდესაც სიტყვას ამბობენ ღმერთი მათ მიშვებითაც განდიდება და ილაპარაკებსო. მე დავასათაურო ესე ქალების უნარები ჩამორჩება მამაკაცის სულიწმიდასთან მიმართებაში და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახაც რომ მათ შეუძლიათ. დიახაც რომ ქალებს შეუძლიათ იქადაგონ, მხოლოდ აუდიტორია არის განსაზღვრული და შემოფარგლული. აქ საზღვრები აუდიტორიას თუ ვის შეუძლიათ მათ რომ ეკადაგონ და უკადაგონ. და ერთ-ერთი ადგილი უკაცრავად, ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი ადგილი და ჯონ მაკარტური ამას ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, ეს არის ეკლესიის საკრებულო. რადგან ასე წერია ბიბლიაში პირველი ტიმოთეს წერილში. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს მათ სულიერ ცხოვრებაზე, მათ სულიერ ნიჭებზე, რადგან ქრისტე ამბობს გასოთ, ხო თუ მასში ხარ, თქვენ ერთი ხართ. მამრობითი, დედრობითი, ებრაელი, ბერძენი, მონა თუ თავისუფალი. ჩვენ ყველანი ერთი ვართ იესო ქრისტეში. ხო მართალია? ასე რომ არ არსებობს რაიმე შეზღუდვა და ისინი არანაკლებ ვიმეორებ სულიერები არიან და არანაკლებ ნიჭიერები არიან. უბრალოდ, როდესაც ეკლესია იკრიბება, ეს არის ის ადგილი, რომ მამაკაცები ასწავლიან ქალებს. ეს არის სადად და მარტივად გასაგები. პირველი ტიმოთე ამბობს. და ამის ისძეზი ის არის, რომ ასე შექმნა ღმერთმა პირველი მამაკაცი, მერე დედაკაცი. ასე ჩამოყალიბდა. და არა მხოლოდ ეს, პირველი ცოდვაში ევა ჩავარდა და აქედან გამოვიდა მერე ის ადამის ფარველობიდან და დამოუკიდებლად მოქმედებდა. ამიტომ ქალი უნდა დარჩეს მამაკაცის ფარველობის ქვეშ. და როდესაც ეს მან დაარღვია, ის ჩავარდა ცოდვაში, რომელმაც საბოლოოდ მოახდინა მთელი კაცობრიობის რასის სულიერი კორუფცია და გარყვნა. ასე რომ ქალების შექმნეს იმისათვის, რომ იყოფოდნენ მამაკაცის კონტროლის ან ავტორიტეტის ქვეშ. და ეს მათ არაფერზე ნაკლებად არ აქცევს. ეს არ განასხვავებს მათ რაიმე არასრულფასოვნების თვალსაზრისით. ისევე როგორც ქრისტეს მორჩილება მამისადმი უფრო ნაკლებია ვიდრე მამაღმერთი თვითონ არსში. ესე არ არის. ხედავთ, თუ თქვენ დაუბრუნდებით ამ ყველაფერს ძირითადს, მიხვდებით, რატომ არის ესე. და ჩვენ ყოველთვის გსურთ რომ დავამყაროთ ღვთისგან დაწესებული ეს ნიმუში. და ვისაც ეს არ ასურს,
იმიტომ არ ასურს, რომ ადამიანი მეამბოხია და უჯანყდება ღმერთს. იმიტომ რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. და როდესაც ასეთ რაღაცას ვხედავთ, ეს ყველაფერი ცოდვის წყევლის გამოვლინებაა. ასე რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ ქალი ქალია. ამიტომ ქალს კაცს ვერ შეადარებ. შედარება არასწორია. ისინი ორნი არიან და ისინი არ უნდა იბრძოდნენ ერთი და მეორე ადგილის დასაკავებლად. ეს იმ ადამიანების იდიოტობას გავს, რომლებიც ამბობენ, ნახეთ, რატომ უნდა დარჩნენ ქალები ბავშვებთან და აი ქალები წავიდნენ სამსახურში და კაცები დარჩნენ სახლში. მე იმას გულისხმობ, რომ აბსოლუტური სისულელეა მსოფლიოში. არც ერთ მამაკაც არ მიცემია უნარი, რომ ბავშვებს ძუძუთი აწოვოს. ეს აბსოლუტური სისულელეა, უაზრობაა. მათ არიციან ღმერთმა ქალები რისთვის შექმნა. ასე რომ ასეთი აზროვნება ეს სხვა არაფერია თუ არა აჯანყება ღმერთის წინააღმდეგ. მათთვის უკვე არ არსებობს შეზღუდვები. რასაც უნდათ თუ ამას დააპირებენ, ყველაფერს გააკეთებენ. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ღმერთმა მიანიჭა უდიდესი მსახურების როლი უზარმაზარი როლები ქალებს სხვა სფეროებში. მაგრამ ერთი შეზღუდვა, ერთი, რომელსაც ის ეყენებს, როგორც 64-ის ბაღში იყო, გახსოვთ ხო შეზღუდვა, ის აყენებს ამ შეზღუდვას. და ის ამბობს, რომ კაცებს ეკლესიაში უფლება აქვთ და ქალები უნდა დაემორჩილონ. ასე უნდა იყოს ეკლესია, ასე შექმნა ღმერთმა იგი. და ეს არის ის სფერო, სადაც ღმერთმა ნამდვილად შემოფარგლა და შემოხაზა. უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად ეს სახლში ხდება ოჯახურ გარემოში. იმიტომ რომ ოჯახში სახლში კი, ქალი ემორჩილება მამაკაცს, მაგრამ ამავე დროს მამაკაცის ემორჩილება ქალს სიყვარული და ძალიან ბევრ სფეროში. ზრუნველი სიყვარულით. და სახლში არის ოჯახში ერთგვარი ურთიერთთანადამორჩილება. მაგრამ ეკლესიაში როცა მიდივართ, საკრებულოა იქ, ხალხის წინაშე სახალხოდ, თქვენ გაქვთ ეს უნიკალური ავტორიტეტი. და ეს არის მხოლოდ ეს ერთი ადგილი. თითქოს და ღმერთმა შეინარჩუნა ძალაუფლების ძალიან ეს კაფიო ხაზი. და დამიჯერეთ, ეს იქნება ის ერთადერთი ადგილი, სადაც ეს რევოლუცია მოხდება. რადგან ცოდვის ბუნება ის, რომ ებრძოლოს ღმერთის მიერ დადგენილ ნიმუშებს. ამას წინებზე ჩავთე ტელევიზორი და უყურებდი ვიღაც ქადაგებელ ქალს, რომელიც მთელი ღამე გაყვიროდა და გაბრაზებული იყო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ყველაფერი წმინდა წერილში, რაც ამის წინააღმდეგ საუბრობდა. ეს იყო მთლიანი მისი ქადაგება იყო გამართლება იმისა, რასაც ეს გაკეთებდა. და ის გამუდმებით ცდილობდა გაემართლებინა ის, რომ ქალი იყო და მქადაგებელი. და მთელი მისი განცხადებები ეს იყო. რატომ ამბობს ზოგი, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება სულიწმინდა, რომ ჩვენც მოგცეს უფლება, რომ ვიქადაგოთო. და ყველა ხალხი ტაშს უკრავდა და ამინ-ამის გაიძახოდა. მათ არა აქვს წარმოდგენა საერთოდ ღმერთის შეხედულებაზე ამ საკითხთან. ეს იყო მხოლოდ საკუთარი თავის გამართლება. კიდევ და კიდევ. და მე როგორც ხშირად ვამბობდი და კიდევ გამიმეორებ, საერთოდ არაფერი არ მაქვს ქალების საწინააღმდეგოდ. იმიტომ რომ მე დაქორწინებული ერთ-ერთ მათგანზე. ეს არჩევანის საკითხიც არ იყო. ეს იყო ის ქალი, რომელიც ღმერთმა მე გამომიგზავნა. და ღმერთს ცალსახად აქვს შექმნილი ისინი და მათ აქვს საოცარი თანამსახურება ერთმანეთთან. მაგრამ მე მჯერა და მწამს, რომ ეკლესია არ არის ის ადგილი, სადაც წინამძღოლი უნდა იყოს ქალი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, მე იმიტომ მჯერა, რომ ამას ამბობს ბიბლია. ეს არის ღვთის განზრახვა. სწორედ ასე მოამზადა და შექმნა მან თავის ეკლესია.
ეს არაფერი საერთო ამას არ აქვს იმასთან, აქ თუ არა მათ ღვთის სული. რა თქმა უნდა მათ აქვთ და ისინი ისევე აღსილები არიან ღვთის სულით როგორც ჩვენ. და მათ შეიძლება ბიბლიაც ჩვენზე უკეთესად იცოდნენ. ჩვენზე ძლიერი მორწმუნეები იყვნენ. ჩვენზე უფრო წმინდანები იყვნენ. არც ეს არის საკითხი. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ეკლესიის წესრიგში, იერარქიაში ღმერთმა დაადგინა მამაკაცი, რომ მან მისი ადგილი დაიკავოს. და მიზეზი არის ის, რომ მან ესე შექმნა თავის შემოქმედებაში. და დაადასტურა, როდესაც ქალი ცოდვაში ჩავარდა, ქმრის ავტორიტეტიდან გასვლის გამო. ახლა ბალანსი ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ამას ხშირად აღნიშნავდი პირველ ტიმოთეზე, როცა იყო გარჩევა. ნათქვამია, რომ ქალი ბავშვების გაჩენით გადარჩება. მამაკაცებს მართალი აქვთ უფლება მოსილება, მაგრამ ქალებს აქვთ ძალიან ძლიერი გავლენა შვილებზე. თუ ქალს ჭეშმარიტად უნდა რომ სამყაროზე მოახდინოს რაიმე გავლენა, ის წავა სახში და შვილებზე იზრუნებდა. რადგან მასზე უმეტესად, ქმარზე უმეტესად მას აქვს ზემოქმედების უნარი. ჩვენს მართალია მამებს გვაქვს ოჯახში ავტორიტეტი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ბევრი რამ და გვეთქმის კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცით ხომ ჩვენ გვიძახიან ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის ღვდელი, მაგრამ რეალური გავლენა შვილებზე საბოლოო ჯამში დედისგან მოდის. მე იმას გულისხმობ, რომ ჩემი შვილები ნამდვილად პატივსცემენ, მაგრამ არის სიახლოვის რაღაც განზომილება, რომელიც მათ მხოლოდ დედასთან გააჩნია და ჩემთან არა აქვთ. ამას აქვს ლოგიკური ახსნა. ეს ვითარდებოდა წლების განმავლობაში იმ ზრუნვისა და სიყვარულის გამო, რომელსაც პატრიცია ყოფდა შვილებთან და ასევე თქვენი ოჯახის თუ გადახედავთ. იმის გამო, რომ თქვენი მეუღლეები უფრო მეტ დროს ყოფენ შვილებთან. დაბადებიდან 9 თვის მათი მუცელში ტარებიდან გამოსული რძით კვებისა და ყველაფრის გამო. და სწორედ ეს არის ბალანსი ჩვენ შორის. ისინი ისევე ყალიბდებიან ჩემი ზეგავლენით, როგორც დედის გავლენით. და თუ ადამიანებს ეს არ ესმით, მათ არ იციან ღვთის საოცარი გეგმის მთელი აზრი და შინაარსი. გასაგებია? დიახ, გმადლობთ, ჩვენ გასაგებია.